ერთი ძალიან უცნაური ვიდეობლოგი, უცნაურ თემაზე, უცნაური კუთხით ერთ თემაზე უნდა ვიდეობლოგი უნდა შემოგთავაზოთ. ჩვენ გვჭირდება თუ არა განათლებული საზოგადოება. რა საკვირველი აქვს გვჭირდება? თითოეული თქვენგანი იტყვის სწორედ ეს პასუხი ექნება ბევრ თქვენგანს. ირაკლი კობახიძემ ბანდიტმა პრემიერ-მინისტრად რომ მუშაობს იმ კაცმა, თქვა რომ განათლების დონე ჩვენთან დამაკმაყოფილებელი არ არისო. ერთი წამით თქვენის ნებართვით დავეთანხმოთ ირაკლი კობახიძეს. და ვთქვათ რომ ირაკლი კობახიძე განათლებული კაცი თავად დიუსელდორფ მოვლილი საკუთარ თავს ხო აქებს ხოლმე მართალია. და აქედან გამომდინარე განათლების რეფორმა გარდაულა აუცილებელია, მაგრამ რასაც შადიან ესენი. განათლების რეფორმა შეიძლება თუ არა ეწოდოს ამას. სასკოლო განათლებას როგორ აწყობენ, როგორ განათლებას გვთავაზობენ, განათლების როგორ სისტემას გვთავაზობენ. ეგრეთ წოდებული რეფორმა სასკოლო განათლებაში ხაზს უსვამ როგორია, რატომ არის ასეთი. არის თუ არა დაფუძნებული რამ კვლევაზე, რამ ანალიზზე, რამ გამოცდილებაზე, რამ დოკუმენტებზე, როგორც ასეთზე. და უმაღლესი განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმა როგორია. ვეთანხმებით მერქი, აქ იგითხარით ირაკლი კობახიძეს, განა არა, მაგრამ ხომ უნდა ვიცოდეთ რაზე დაფუძნებით, რაზე დაყრდნობით აკეთებენ ესენი ამ ეგრეთ წოდებულ რეფორმას. კობახიძემ თქვა, რომელსაც ამ შემთხვევაში უკვე აღარ დავეთანხმოთ თქვენის ნებართვით. ჩვენ გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ და მერე შევთავაზეთ საზოგადოებას. მერე შევთავაზეთ საზოგადოებას მსჯელობა ამ გადაწყვეტილებაზეო, კარგად არ მესმის. თუ გადაწყვეტილება მიღებულია, მერე გინდა ახტეს რომელიმე ერთი პროფესორი და გინდა დახტეს რომელიმე მეორე ლექტორი, რექტორი, პროფესორი, დოქტორი, აკადემიური სივრცის ნებისმიერი წარმომადგენელი, ნებისმიერი. ასე მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან თუ ტექნიკური უნივერსიტეტიდან თუ უკვე გადაწყვეტილება მიღებულია ვინმე კობახიძისა და ვინმე მიქანაძის და უფრო ზუსტი რომ იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ თუ მხრიდან, რა მნიშვნელობა აქვს მერე იაგო კაჭკაჭიშვილი ბევრ სიჩხუბებს თუ მარნე ჩიტაშვილი უფრო მეტ სიჩხუბებს. რა მნიშვნელობა აქვს ამას? ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთეთო, რომ ჩვენ კარგად ვიცითო, ამბობენ ესენი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბევრსო საკუთარი სუბიექტური ემოციებით ამოკიდებულებები აქვს ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ, ზოგს ლექტორობა უნდა და ზოგს რექტორობაო. თითქოს ისე გამოსდის, რომ ადამიანებს, მოქალაქეებს, რექტორებს, ლექტორებს, აკადემიური სივრცის წარმომადგენლებს და ასე შემდეგ მხოლოდ ეს აინტერესებდეთ და არა სხვა რამ, არა მათ შორის განათლების გაცემის, ცოდნის გაცემის და კვლევების და საერთოდ განათლების სისტემის დონე თუ მდგომარეობა. კობახიძე მაინც მართალია მერქი ვიტყვი ასე, ჩვენთან განათლების სისტემა ასე რომ ამბობენ ხოლმე, მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ამის მიზეზებზე აღარ ვისაუბრებ ახლა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ განათლების სისტემა თუ განათლება როგორც ასეთი თუ მძიმე მდგომარეობაშია, უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ ჩვენთან განათლების მდგომარეობა, განათლება უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე იყო შარშან. კარგად გიხსნით? ანუ დინამიკა როგორც ასეთი იყო და წლიდან წლამდე არის აღმავალი და არა დაღმავალი. რასაც ბანდიტი ირაკლი კობახიძე უფრო ზუსტი ვიყო, რომ ვიყო ბანდიტთა შორის უბანდიტესი ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს ჩვენ დღეს და ახლა განაპირობებს გარკვეული პერიოდის შემდეგ სტაგნაციას და მერე დაღმავალ დინამიკას. ანუ განათლება კი არ გამოსწორდება, განათლება როგორც ასეთი კი არ გაუმჯობესდება სწავლის და სწავლების დონე პირველ ყოვლისა, არამედ კიდე უფრო განადგურდება, კიდე უფრო დაეცება, კიდე უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ჩვენ ამის შედეგებს აგე მე და აგე თქვენ მოვიმკით, რომ არ გადავაჭარბო და რომ არ დაგზაფროთ დაახლოებით 3-4 წელიწადში და მერე ასე წავა და უმძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ისედაც მძიმე მდგომარეობაში, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ყოფი ქვეყანა დღეს, უკვე დღეს, კერძო უმაღლეს სასწავლებლებსაც და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებსაც აქვთ შესაძლებლობა, ჰქონდათ შესაძლებლობა და აქვთ კი ბატონო თუგნებავთ აწყოში თქვათ ეს სიტყვა, რომ მოიწვიონ უცხო ლექტორები უცხოეთიდან, რომ გაეცნონ გამოცდილებას,
რომ გაჩაატარონ პროგრამები თუ განახორციელონ პროგრამები, განახორციელონ გაცვლითი პროგრამები, სტუდენტთა გაცვლების პროგრამები, მათ შორის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კვლევები ჩაატარონ, სხვა თუ არაფერი და ახლა ამის შემდგომ მათ შორის ორი მონსტრი, კატამარანი რომ უნდა გაკეთდეს, ორი დიდი ლაინერისაგან კატამარანის გაკეთების შემდეგ ჩვენ ვიქნებით მართლაც ეს საცალფეხო კატამარანი, ანუ სუსტი კატამარანი, სუსტ კატამარანს მივიღებთ ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებით და ჩვენ ნახეთ თქვენ და გარწმუნებთ რომ გარკვეული პერიოდის 2-4 წელიწადში აი ეს სოფლიო რანკინგები როა იქ ძლივს რო ხდებოდა რომელიმე ერთი ან ორი ჩვენი უმაღლესი სასწავლებელი ვეღარ მოხდება, იქაც კი ოღონდ თან პარალელურად იქნება გაძლიერებული ან იქნება ან არა, მაგრამ მაინც ბიძინა ივანიშვილის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ესე რომ ვიცოდეთ, გაყიდული იქნება შენობების გარკვეული ნაწილი მინიმუმ ტექნიკური უნივერსიტეტისა და შესაძლოა პირველი კორპუსი და მეორე კორპუსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, იქ რამე კარგი კაზინო გამოუვა, რომელიმე უცხოურ კომპანიას, განა არა, სწავლების დონე რასაკვირველია იქნება და რასაკვირველია იქნება მორღვეული იდენტობა, რა არის ჩვენი იდენტობა ტექნიკური უნივერსიტეტთან მიმართებაშიც, მათ შორის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმართებაშიც ეს არის ჩვენი ცოდნის კერა, ამას რო გახედავთ, დამოუკიდებლად იმისა, როგორ ცოდნას გასცემს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი ფილოლოგიის ისტორიის ფაკულტეტი, ეს არის შენი ცოდნის კერა. ამას ამბობ ყოველთვის და ამბობდი და კატასტროფამდე ჩამოვა, დავარდება მათ შორის განათლების მიღების აუცილებლობაც კი აღქმა აუცილებლობის თაობაზე ქართულ საზოგადოებაში, ქართულ ახალგაზრდობაში წადით და იმუშავეთ სერვისში, სკანა ვინმე სწრახავს სერვისშიც უნდა იმუშაოს ადამიანმა და ეს გამოცდილებას უნდა შეიძინოს და შეიძლება ნაკლები განათლებული ადამიანი კი კრიტიკული აზროვნების როგორც ასეთი მოშთობას, უფრო მეტი ნაცრისფერი მოქალაქის, ნაცრისფერი მთლიანად საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს და ეს არის კატასტროფა და აგერ მე მეთქი ასე რომ ვიხადნებიან ხოლმე და აგერ თქვენ თუ ასე არ მოხდება. მაგრამ ახლა ამ კუთხითაც არ გავამახვილებ ყურადღებას თქვენის ნებართვით. და ვიტყვი სხვა რამეს და კერძოდ რას ვიტყვი და რუსეთშიც კი ძალიან ან საკმაოდ რთულია სტუდენტი ახალგაზრდების ომში გაწვევა, ჯარში გაწვევა. პუტინს რომელიც აბსოლუტური დიქტატორია რასაკვირველია და მისი ქვემდებარეა ყველა გუბერნატორი, ყველა გადაწყვეტილების მიმღები, ყველა განყოფილების გამგე და ყველა დამლაგებელიც კი პუტინსაც კი უჭირს გარკვეული კანონმდებლობითი შეზღუდვების გამო მათ შორის რომ გაიწვიოს ჯარში და საზარბაზნე ხორცად აქციოს უკრაინასთან წინააღმდეგ ბრძოლაში თუ ომში პირები, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელი მოქალაქეები, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში არიან. აქედან გამომდინარე, პუტინი ყოველწლიურად, მეთქი ასე ვიტყვი, ყოველ შემდგომ ეტაპზე ამცირებს და აბცირებს განათლების მიღების მსურველთა, ანუ სტუდენტთა რაოდენობას და ამ თვალსაზრისით იოლებს საქმეს. ჩვენ მუდამ ვეკითხულობთ ხოლმე, გაიწვევს თუ არა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება კი არა რუსეთი რეალურად. ადრე იქნება თუ გვიან ქართველ ახალგაზრდებს შეიარაღებულ ძალებში, რომლებიც ეს შეიარაღებული ძალები მოეხმარებიან რუსეთს ამა თუ იმ სამხედრო ოპერაციის წარმოებაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თითოეული ჩვენგანი ან ბევრი ჩვენგანი პასუხობს, რომ არა, საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ბანდა კი გადაფსკვნილია პუტინის ხელისუფლებასთან, რუსეთთან, მაგრამ ამას მაინც ვერ გაბედავენ, როგორ შეიძლება უთხრო ვინმე გურჯაან ელდათოს ან ზესტაფონენ ლევანს, რომ შენ ახლა წახვალ შეიარაღებულ ძალებში და მიიღებ მონაწილეობას მაგალითად უკრაინის სტანდარტულად რო ვილაპარაკოთ, ან ახლო აღმოსავლეთში მაგალითად რომელიმე რაღაც უკრაინის ფრონტზე მიიღებ მონაწილეობას, ან მაგალითად ახლო აღმოსავლეთის რომელიმე ქვეყანა თუ ექნება სირია, მაგალითად დასაცავი ოდესმე, რუსეთს იქ რუსეთის სასარგებლოდ დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლებში და ბევრი ჩვენგანი უპასუხებს ამ კითხვას უარყოფითად, ვერ გაბედავს ბიძინა ივანიშვილიც კიო, იტყვის ბევრი თქვენგანი და ჩვენგანი. მაგრამ მე ხუთე მხრივ თუ იქნება ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრები და ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრების შექმნა
ჩაფიქრებული აქვს როგორც პუტინს, ისე ბიზიდა ივანიშვილის. და თუ ამ ანტიტერორისტულ ცენტრებს მიაბავენ ერთის მხრივ რუს ჯარისკაცებს და მეორეს მხრივ ქართულ ჯარისკაცებს, ვიღაც შეეკითხება ზესტაფონელ გიორგის და გურჯაანელ გიორგისა და ზესტაფონელ ლევას, მგონი ასე ვთქვი, სად წავლენ ისინი საბრძოლო მოქმედებებში, როგორ წავლენ ისინი. და თუ მეტი და მეტი ჯარისკაცი სჭირდება ამ ერთობლივ ანტიტერორისტულ ცენტრებს, თუნდაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ირიბად თუ პირდაპირ არიან რუსეთის სამსახურში, ვიღახ კითხავს პირტიტველა ახალგაზრდებს, სად მიიღებენ ისინი მონაწილეობას და მეტი ჯარისკაცი უნდა იყოს, მეტი და მეტი სამხედრო მოსამსახურე უნდა იყოს, ამგვარ არ მინდა თქვა ერთობლივ მეთქი, მაგრამ ერთგვარად ერთობლივ შეიარაღებულ ძალებში. გიგა ზედანია ფილოსოფოსი კაცი, მილიას უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი და გონიერი მოქალაქე წერს, 2011 წელს რუსეთში 1115 უნივერსიტეტი იყო. სტუდენტთა რაოდენობა დაახლოებით 7 მილიონი. ჩარიცხვის თვლიანი კოეფიციენტი 66,5, ანუ სტუდენტთა რაოდენობის მიმართება ახალგაზრდების ასაკობრივ კოჰორტასთან. სხვაგვარად ავხსნათ, ყოველი 4 სტუდენტობის ასაკ მიღწეული ახალგაზრდიდან 3 ირიცხებოდა უმაღლეს სასწავლებელში პეტერბურგიდან ვიდრე ვლადივოსტოკამდე, ჯამში 1115 უნივერსიტეტში. და შესაბამისად იყო იმ ხანად 2011 წელს 7 მილიონი ტურისტი. 2012 წელს პუტინის პრეზიდენტად დაბრუნების შემდეგ, ანუ მედვედევი მიდის ფორმალურად, ხო, მედვედევი იყო ერთი ხანობა პრეზიდენტი და პუტინი ბრუნდება. დაბრუნების შემდეგ დაიწყო უმაღლესი განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმა. დიახ, ესენი ქართული ოცნება ფეხ მისდევს რუსულ ოცნებას, რუსეთს უფრო ზუსტი რომ იყო, პუტინს თუ გნებავთ ასე ვიტყვი და პრაქტიკულად ერთ-ერთში, ოღონდ ხშირ შემთხვევაში დაჩქარებული წესით იმეორებს იმას, აკეთებს იმას, რაც შესთავაზა რუსულ სახელმწიფოს, ამ ვეება ქვეყანას, ამ ვეება ქვეყნის დიდ საზოგადოებას, მრავალრიცხოვან საზოგადოებას, შლეგმა, ლიდერმა პუტინმა, რომელმაც ერთ რეფორმას 7, მეორე რეფორმას 9, მესამე რეფორმას 11, რეფორმას არა მკვლელობას 11 წელი მოანდომა. ესენი კი დაჩქარებული წესით კავკასიის რეგიონ ქედგადმოღმა აკეთებენ მინი მოდელს ბელარუსისა თუ მინი მოდელს რუსეთისა, ესეც რომ თქვათ და ამიტომაც აჩქარობენ და ჩქარობენ მოკლედ ისევ და ისევ. რუსეთზე რო ვილაპარაკოთ, გიგა ზედანიას რომ დავეხდოთ ისევ და ისევ, თავარი ლოზუნგები იმ ხანად 12 წლიდან პუტინისა იყო ოპტიმიზაცია, ეფექტურობა, რეორგანიზაცია, ზუსტად ის, რასაც ამბობს ახლა ირაკლი კობახიძე, ზუსტად ის, რასაც თავაზობს საქართველოს, რასაც გვეუბნება საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება, ასობით უნივერსიტეტი რუსეთში გაერთიანდაო, ამბობს გიგა წერს გიგა ზედანია და უკვე შემდგომ დაიხურა 2021 წელს, ანუ 5 წლის წინ ეგრეთ წოდებული რეფორმის შედეგად უკრაინაში შეჭრამდე რუსეთში დარჩენილი იყო 720 უნივერსიტეტი, შეჭრის მერე სტატისტიკა აირია, ბრჭყილებში დაპყრობილი ტერიტორიების უნივერსიტეტების მიერთებაც მოხდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სტუდენტთა რაოდენობა კი შემცირდა 4 მილიონამდე, ანუ რუსეთში პრაქტიკულად განახევრდა, პრაქტიკულად, ანუ თუ იყო 7 მილიონი, დარჩა 4 მილიონი და 3 მილიონი სტუდენტი, რომელსაც უნდა ესწავლა ვლადიკავოსტოკში, ჩელიაბინსკში, უფაში, მურმანსკში, მოსკოვში, ბევრგან ვორონეჟში თუ სხვა რომელიმე ომსკში, ასე მაგალითად, ხო და პეტერბურგში 3 მილიონი სტუდენტი ახლა ან რეზერვშია, ან ელოდება გაწვევას, ან საზარბაზნე ხორცად გარდაქმნას ელოდება, იმიტომ რომ რუსეთი არა მხოლოდ საპატიმროებიდან გამოყავს ზეკები და პატიმრები, არამედ სწორედაც რომ ახალგაზრდებიდანაც მიხავს, განსაკუთრებით რეგიონებიდან მიხავს ისინი დღეს უკრაინის ფრონტზე და ხვალ სხვა რომელიმე ფრონტზე ევროპას დაარტყავს თუ აზერბაიჯანის წინააღმდეგ დაიწყებს ომს თუ ყაზახეთში შეექმნება პრობლემა თუ სადაც იქნება, მას რუსეთს სჭირდება მეტი და მეტი ჯარისკაცი, მეტი და მეტი ცოცხალი ძალა. ვენესუელაშიც კი სჭირდება მეთქი, ამას თუ ვიტყვი, ალბათ არ გაგაკვირვებთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საქართველოსში სჭირდება, სომხეთში სჭირდება, ბევრგან სჭირდება, სადაც შეიძლება ომი არ იყოს, მაგრამ საკუთარ სამსახურში უნდა ჩაიყენოს და საკუთარი მოქალაქეები კი ას არ ეყოფა და ეხლა მე ამ ჭრილში შეგახედებ, ამ ჭრილში დაგანახებთ პრობლემას. თუ ჩვენთან განათლების დინამიკა იქნება არამედ დაღმავალი და ამ ძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით როგორც ქვეყანა და როგორც საზოგადოება.
თუ ჩვენთან ნაკლები სტუდენტი იქნება ბაკალავრიატზე მიღებული, იმიტომ რომ სურვილიც ეკარგებათ მოქალაქეებს, რომ წავიდნენ ქუთაისში და ისწავლონ იმ ბიზინა ივანიშვილის იმ თუნდაც ტექნოლოგიური თვალსაზრისით რაკწილობრივ გამართულ, მაგრამ მაინც რაღაც მენცარზე და ბოდბებზე დაფუძნებულ უნივერსიტეტებში და არა მხოლოდ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. თუ აკადემიური დონე იქნება დაბალი, თუ კვლევა არ იქნება, გაცვლითი პროგრამები არ იქნება და ასე შემდეგ, იტყვის რომელიმე ახალგაზრდა რომ წავალ და ისე მომსახურე პერსონალი ვიქნები. თბილისში თუ ქუთაისში თუ ზესტაფონში თუ ბათუმში იქ ბევრი რუსია და ყაზბეგში ის ბევრი რუსია და რატომაც არა მივიღებ მეტ ფულს ვიდრე განათლებული რო ყოფილიყავი მივიღებდი იმ შემთხვევაში. და ამით სტუდენტთა რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში რამდენიც არის ბუნებრივია რომ შემცირდება და საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებისათვის გარკვეული პერიოდის შემდეგ, გარკვეული ისტორიული საშინელი პროცესების გარბითარების შემდეგ გამოჩნდება რესურსი პირობითად 30,000 კაცისა, ვინც შეიძლება გაიწვიო ქართულ ჯარში, რომელიც რუსეთს მოემსახურება. ქართულ ჯარში, რომელიც რუსეთის სამსახურში იქნება და ეს რუსეთი კი არის ბრძანებელი ქვეყანა, ხაზგასმით ვამბობ, რომელიც იღებს პეტროვი, ივანოვი თუ სიდოროვი, იღებს გადაწყვეტილებას ქართველებთან შეუთანხმებლად, შეთანხმების გარეშე ისინი, ვინც ერთობლივ ცენტრში არიან, ისინი უნდა წავიდნენ მაგალითად სუვალკის დერეფანზე ჩვენ ჩასატარებელი გვაქვს რაღაც სამხედრო ოპერაცია. ან სულაც არ წავიდნენ იქ და ვორონეჟში მოდი გავცვალოთ ჩვენი პირობითად 500 სტუდენტი ჩამოვიდეს ვორონეჟიდან საქართველოში და იყოს საჩხერის მაგალითად პირობითად ლაპარაკობ საჩხერის არ კოჯორში აღებშვენიერ ბაზაზე და აქაური 500 კაცი წავიდეს რუსულ ბაზაზე თუ ნატოზე უარს იტყვის ამასობაში და იტყვის და საგვირველია და ფაქტო ხელისუფლება ღიადაც ნატოზე უარს აი ამ სამხედრო უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობას რუსეთთან წინ რა დაუდგება და ეს ყველაფერი აი ეს განათლების რეფორმა უნივერსიტეტების გაერთიანება 12 კლასის 11 კლასამდე დაყვანა და ასე შემდეგ აი ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ თქვენს ვინც ახლა მისმენთ და ჩემი გინებისთვის ხართ გამზადებული შედეგენერატო მელოტო მახინჯო მიშისტო რავადმყოფო და ასე შემდეგ ამის წერას დაწერას აპირებთ თქვენ შვილებს გაიყვანენ სწორედაც რომ გადაყირავდა ამასობაში რინგი კიდევ ერთხელ რინგა უნდა მომეხმარო კიდევ ერთხელ გაიყვანენ თქვენ შვილებს გადაიყვანენ სწორედაც რომ შეერაღებულ ძალებში წაიყვანენ რუსულ შეერაღებულ ძალებში მე რამდენად მოგდის ეს ინციდენტი გამოსაცვლელი გვაქვს აშკარად და თქვენ შვილებს გაიწვევენ სწორედაც რომ რუსეთის შეერაღებულ ძალებში რომელსაც შეიძლება ერქვას ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრი სტუდენტთა რაოდენობა 4 მილიონიაო გიგაზე დანიამ მეგონი კარგი მოგდის კარგად არის გაუჭირს 4 მილიონიაო რუსეთში ახლა უკვე 4 მილიონია ჩარიცხვის მთლიანი პროცენტი კი 54.9-55%-მდე დაეცა ჩვენთანაც ასე იქნება ამ პერიოდს დემოგრაფიული კატასტროფა და საერთაშორისო სტანდარტების რაოდენობის დაემთხვა თორემ 44%-მდეც კი დაეცემოდა 75-76%-დან უნივერსიტეტებს მიღმა დარჩენილი ახალგაზრდები კი გაუშვეს ომში გიგაც ამას ამბობს ახლა მე გეკითხებით აქაურ ახალგაზრდებს ომში არ გაუშვებენ გაუშვებს ბიზინა ივანიშვილი ომში არა საქართველოსთვის ეს პატივია არა საკვირველია ყველასთვის არამედ ომში ერთობლივი საერთო ერთი მიზნით ერთგვარად გაერთიანებული ორი სახელმწიფოს საერთო ომში მაგალითად აი ეს მდგომარეობა რომ იყოს ან უარესი და ახლა რომ იწყებოდეს უკრაინის წინააღმდეგ ომი და საქართველოს გაერთიანება გქონდეს ხელშეკრულება რუსეთთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი ბრძოლის თაობაზე რუსეთი საქართველოს მოსთხოვდა რომ ჩვენი 20-ეული 100-ეული თუ 1000-ეული წასულიყო უკრაინის წინააღმდეგ და არა მაინც და მაინც საბრძოლო მოქმედებებში კი არ მიიღო მონაწილეობა რა ვაგეკადრებათ როგორ გეკადრებათ არავით დაეცვა მაგალითად დღეს დაეცვა მაგალითად მშვიდობიანი მარიუპოლი ან მშვიდობიანი ლუჰანსკი ისე მშვიდობიანობა არა უთხარი ან მარიუპოლს და მარიუპოლსა და ან ლუჰანსკს მაგრამ მაინც ვინ გაუწევდა წინააღმდეგობას
ირაკლი ჩიქოვანი გენერალური შტაბის თავდაცვის ძალების უფრო ზუსტი რომ იყო ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი და საერთოდ ბიზინა ივანიშვილი ასაგვირველი არა სიამოვნებითაც შეეგებებოდნენ ამ ერთობლივ ინიციატივას იმ დროს ტერორიზმი ბატონებო დასამარცხებელია მსოფლიოში უბრალოდ ვინ რას უწოდებს ტერორიზმს ეს ცალკე თემაა ტერორისტი ხო რეალურად რუსეთია მაგრამ ბიზინა ივანიშვილისთვის კი ასაგვირველია ტერორისტი არის ტერორისტული სახელმწიფო არის უკრაინა და პროპაგანდა 50% ერთ ორკს 50 მეორე 50% ჟურნალისტებად წოდებულებს იმედში და ასე შემდეგ ამას იცით როგორ გააправებდა იცით რა კარგად გააправებდა და სამშობლოს ხალატი სხვა კი არაფერია რომ ვიცოდეთ მაინც ამიტომ ეს ამბავი უნივერსიტეტების გაერთიანება ზოგადად განათლების რეფორმად წოდებული მკვლელობა და ასე შემდეგ აი ამ საერთო კონტექსტში უნდა გამიხილოთ იმედი მაქვს ეს რინგი შემდეგ ვიდეო ბლოგზე აღარ ჩამოვარდება თქვენ კი ეს სიმართლე გითხარით მე ნახვამდის